დავით ჭყეიძე, საქართველოს მოქალაქე. ეხლა ყველაზე მეტი ფუნქცია აქვს საქართველოს მოქალაქეს. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. და საქართველოს მოქალაქეზეა ყველაზე მეტი დამოკიდებული ამ წუთას. ამას აღიარებს ყველა ერთხმად. ეს არის ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა შედგეს სამოქალაქო საზოგადოებად. ამისთვის იმდენ ზომებს ხმარობენ ყველაზე დემოკრატიულ და ყველაზე ცივილურ საზოგადოებებში, რომ მოქალაქე ამდენად აქტიური იყოს და ამდენად თავად მართავდეს პოლიტიკურ პროცესს და საზოგადოებრივ პროცესს, რომ ეს არის სანატრელი ბევრი ცივილური და დიდი ხნის დემოკრატიისთვის. თითოეული ადამიანი არის აღმოჩენა ჩემთვის. აი მაგალითად, ჩემი მეგობრებიც კი აღმოვაჩინე თავიდან, იმიტომ რომ ამდენად თუ შეეძლო თავი დაედოთ ესეთი უწყვეტობით და ესეთი შემართებით, სიმტკიცით, შეუვალობით, ჩემთვის ეს იყო ნამდვილი აღმოჩენა. თავისუფლება აძლევთ მათ ძალიან უნიკალურად საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებას. აი ეს მოწოდება, რომ არ იქნება სამართალი, ანუ სიტყვებად კი არ მესმის მოტივად. და ეს მოტივი დამყვება მთელი დღის განმავლობაში, რაღაც საოცარი რაღაცა არის. და ყველა ასე არის. დღეს რომ მოვდიოდი აქ, ჩემი შვილი მღეროდა ამ მოტივს. არ იქნება სამართალი, არ იქნება. აი ეს მოტივი ისმის და საქართველოს ადექი, ესეც მომწონს. ამ ხმის მიმართ მაქვს ჩემი ძალიან ისეთი პიროვნული დამოკიდებულება. რაღაც მომენტში პარლამენტის შენობა ჩააქრეს და ქვით ურტყავდნენ ახალგაზრდები აი ამ ალაყაფის ღობეს. ეს იყო ჩვეულებრივი მისტერია. საერთოდ ბევრი რამე მისტერიულია აქ, რაც ხდება, მაგრამ თვითონ ეს იყო აი რაღაც ანტიკური მისტერიის ფორმა ჰქონდა ამას. ჩაბნელებული რუსთაველი და ეს სამართლისთვის რაღაცა სამართლისთვის ზეცას შეწუდენილი ხმა, რაღაც ძალიან მისტერიულია. ჩვენ არასდროს არ ვიცით ვინ როდის ჩაერთვება და რა როლს ითამაშებს. არასდროს არ ვიცი. ვინ რა როლს როდის ითამაშებს, იმიტომ რომ ისეთმა ადამიანებმა მოულოდნელად ისეთი როლები ითამაშეს და ისეთი წვლილი შეიტანეს, რომ ვერასდროს ვერ იტყვი, რომ აი მე უფრო დიდი ამაგი მაქვს ამაზე ვიდრე შენ და მე უფრო დიდხანს ვიდექი ვიდრე შენ და მე უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანე ვიდრე შენ. აი ეს იმპროვიზაცია, ეს რაღაცა ჯაზური ჯემსეიშენი არ გამოყოფს ალკე ინსტრუმენტებს. განდეგილობის და რაღაცების დათმობის განცდა საერთოდ არ მაქვს პირიქით. მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტი ერთობის განცდა გვაქვს აქ, როგორც საზოგადოებას. ის, რასაც უპირისპირდებით არის დახშულობა, იზოლაცია, აგრესია, შიში და რაღაცა დიდი დოზით უკვე სიცრუე, აი უტიფარი ტყვილი. საქართველოს გაუმარ! გაუმარ! ნებისმიერი დემოკრატიული რეჟიმი, როდესაც მიდის ავტორიტარიზმისკენ, ცირდება. მისი
შემადგენლობა მცირდება, ჯგუფი მცირდება და ეს შემცირება ხდება ყოველდღიურად. თქვენ თუ დააკვირდებით, თვითონ ამ რეჟიმს უკვე საკუთარი კადრების ცვლილების რესურსიც აღარ აქვს. თითქოს ეს რაღაცა ვიწრო წრეში არის ჩაკეტილი და სულ უფრო და უფრო ხისტდება ვერტიკალზე. ეს არის პირდაპირი მაჩვენებელი ამისი, ვინ დგას ვერტიკალის თავში, ვინ დგას შუაში, ვინ დგას ქვემოთ, ეს ნაკლებად საინტერესო არის. თვითონ პოლიტიკური პროცესი არის ვერტიკალურად გასწორებული. და რამდენადაც ვერტიკალურად სწორდება, იმდენად გავლენა მისი კლებულობს. ჩვენ თელ საზოგადოებას მოვიცავთ და ისინი თანდათან მოიცავენ მხოლოდ ვიწრო ჯგუფს. და ამ ვიწრო ჯგუფში ზემოთ დგას დავალების მიმცემი და ქვემოთ დგას აღმასრულებელი, რომელსაც ერთადერთი რესურსი რჩება ძალადობის. ეს არის მცდელობა, რომ გიჩვენონ, რომ ჯერ კიდევ ძლიერები არიან, ჯერ კიდევ თავისას, ასე ვთქვათ, აწვევიან ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ყოველგვარი შედრკომის გარეშე, ასე ვთქვათ. თითქოს არ დრკებიან, მაგრამ სინამდვილეში ეს არის სისუსტის მაჩვენებელი. იმიტომ რომ მათ სვლა არ აქვს, საითაც ნაბიჯს დგავენ იკეტებიან. თუნდაც ის რომ როდესაც შენ გისანქცირებენ ადამიანებს ძალადობისთვის და შენ მათ აწინაურებ, ღირსების ორდენს აძლევ, ამაღლებ, ასე ვთქვათ, ჩინით, ეს არის მოქმედება ჯინაზე. და ჯინაზე მოქმედება ყოველთვის არის მიმართული იზოლაციისკენ და ყოველთვის გამომდინარეობს სისუსტისკენ. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ზვიად ხარაზიშვილს. საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ღირსების ორდენი გადაეცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, პოლიციის პოლკოვნიკ ვაჟა სირაძეს. პარლამენტი დღეს არის გარეთ. პარლამენტი ხო გარეთ. აზრი აქიბადება. ეს საზოგადოება მართავს დღეს საქართველოს პოლიტიკურ პროცესს. სოფლიო ამ საზოგადოებას ელაპარაკება დღეს. და ეს საზოგადოება ელაპარაკება სოფლიოს და ეს საზოგადოება წყვეტს ქვეყნის მომავალს და შენობაში მერხები, სკამები ბევრი რამეა. ძალიან ბევრი ადამიანი შიგნით უდიდესი უმრავლესობა ზუსტად იმ გამწყობის არის, რა გამწყობისაც ხალხი არ გარეთ. ეს ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ნამდვილად. მე ხშირად მიფიქრია, რომ აი თუ რაღაც არ გამოვა და საზოგადოება ისე არ იმოქმედებს, როგორც უნდა იმოქმედოს, მე წავალ. აი ამ დღეებმა ისე გამაცნო ჩემი საზოგადოება, რომ მე დავრჩი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ყველა გაიმარჯვებს.